ესპრესო ამ სახელწოდების საპრემიერო წარმოდგენა თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. რუსლან სმაროდინოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით მოწვეულმა რეჟისორმა და მსახიობებმა 253 სეზონი გახსნეს. წარმოდგენები თეატრში ყოველი კვირის პარასკევს გაიმართება. ნახეთ მარია აშუღაშვილის სიუჟეტი. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 253 სეზონი გახსნა. სპექტაკლი, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პაატა გულიაშვილის მიერ მოწვეულმა ახალგაზრდა რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ დადგა რუსი დრამატურგის რუსლან სმოროდინოვის პიესის პატარა ფარსების მიხედვით შექმნილ დრამას წარმოადგენს. სცენარის თარგმანიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფმა დრამატულ ნაწარმოებს სათაური შეუცვალა და პუბლიკის წინაშე ესპრესოს სახელით წარმოადგინა. ჩავდივართ რაღაც აქციელებს, მაგრამ ცხოვრება ისე აკეთებს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მისაღებია, ან ზოგჯერ ძალიან მიუღებელია. ამიტომ ჩვენი რაღაც მცდელობა იყო, რომ რაღაცნაირად დაგვენახა და მიგვეხოდრებინა მაყურებელი და ზოგადად ადამიანები, რომ ცხოვრება ძალიან მოულოდნელია, ძალიან ახსოვსია ამ თავის მოულოდნელობებით და იქნებ ჩვენს კარგად გავიგოთ, შევიცნოთ ჩვენი თავი და მივყვეთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენია. ხო, ლუციუსი, ყველამ ვიცით, რაც არის სატანა და საშინელება, რასაც ვამბობ სცენიდან, ჩემთვის უჩვეულოა ახლა ეს ყველაფერი. იყო ადრე ბატონ ნუკრი ხანთარიას სპექტაკლი, მათუნიერებენ მიმინოს. პლასტიკას რაც შეეხება, აი ესეთი იყო. არ შეიძლება ამაზე უკეთესიც, მაგრამ ეს თავისი ფორმით, შინაარსით, მუსიკით, რეჟისორული მიგნებებით, ესე ვთქვათ, რაღაც უცნაურია. აი როგორია, იცი, აი ესთეტიური სპექტაკლია ჩემი აზრით. ეს ახალი ნაბიჯებია და ახალი სიტყვაა. ამიტომ შეიძლება რაღაც დისკუსიის საგანიც გახდეს ეს სპექტაკლი. ნაკლებად ასე ვთქვათ, იცი რა მინდა ვთქვა, რომ აი ახალი რაღაც შესთავაზა ლევანიმ მაყურებელს, ბატონმა ლევანიმ მაყურებელს, ხვიჩიამ ასე ვთქვათ, სხვა ჟანრია, სხვა სტილია, სხვანაირად არის მიწვდილი მაყურებლისთვის, ასე ვთქვათ. სპექტაკლში თელავის დასის სრული შემადგენლობით მონაწილეობს. მსახიობების თქმით, თელავის თეატრში ტრადიცია აღსდგა და მათი სამუშაო ჯგუფი წარმოდგენებს ყოველ პარასკევს გამართავს. ესპრესოს პრემიერა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და სრული ანშლაგით ჩაიარა. ძალიან მიხარია, რომ თეატრში ისევ აღსდგა ჩვეულებრივი კულტურული ცხოვრება. გაგვახარებენ ალბათ ახალი სპექტაკლებით. რაც შეეხება დღევანდელ სპექტაკლს, ძალიან მომეწონა. შესანიშნავად ჩანს კავშირი დღევანდელ ცხოვრებასთან. ყოფილი ვართ, რომ ამოქმედა თელავის თეატრი. ხალხს გამოსასვლელი აქვს, რომ წამოვიდეს, მოისმინოს სპექტაკლები დაესწროს. ძალიან ცხოვრებისეული იყო, არ მოველოდი და მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კმაყოფილი მივდივარ. ამ თეატრში ძალიან დიდი ხანია ყოფილი ვარ. საერთოდ თეატრი მიყვარს და თელავში ძალიან მიხარია, რომ ესეთი საინტერესო სპექტაკლია დადგმული. სცენოგრაფია მომეწონა ძალიან. მუსიკა, მხატვრობა. აღსანიშნავია, რომ თელავში ესპრესოს სანახავად სტუმრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი კი ახალი პრემიერის გამართვას 10 ნოემბერს გეგმავს.